მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ციდან ნიშანი. ხოლო მან პასუხად უთხრა: საღამოხანს თქვენ ამბობთ, ხვალ მოწმენდილი იქნება, ვინაიდან საწითელიაო. დილით კი დღეს გაიავდრებს, ვინაიდან სამოქუფრულიაო. სისპირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი არა. ოროტი და მრუში მოდგმა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა. მიატოვა ისინი და წავიდა. გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ. ხოლო იესომ უთხრა მათ: იფრთხილეთ, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს. ისინი კი გულში ფიქრობდნენ და ამბობდნენ: პური არ წამოგვიღიაო. იცოდა ეს იესომ და უთხრა მათ: რას ფიქრობთ გულში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ? ნუ თუ კიდევ ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ 5,000-ის 5 პური, რამდენი გოდორი აიღეთ? აღარც 4,000-ის 7 პური და რამდენი კალათა აიღეთ? რატომ ვერ გაგიგიათ, რომ პურის გამო არ მithქვამს, ერიდეთ მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს? მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი ეუბნებოდა, მორიდებოდნენ არა პურის საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.